Если нет вот фактических этих мотивов, когда они говорят, что он отобрал там кассету и так далее, а потом добавилось там оружие, то нужно искать мотивы какие-то другие. Скорее всего, это мотивы политического свойства. Хотя мы встречались в декабре прошлого года с президентом Саакашвили, и он, посмотрев на все это дело, он сказал, что нет тут никаких политических мотивов, это просто кто-то хотел с него получить деньги. Ну, то есть в переводе на русский язык он сказал, ведь дело сфабриковали из-за того, что он кому-то не заплатил, то есть не дал денег. Нам он сказал, что он даст поручение внимательно разобраться. Мы уехали в декабре, в конце декабря уехали. 15 января состоялся вот здесь судебное заседание. Оно оказалось последним. Вот следующее вот сегодня проходило. Значит, недостаточно жестко, видимо, президент сказал тем, кто причастен к фабрикации этих дел. Дела, на мой взгляд, сфабрикованы совершенно откровенно, бестолково, безграмотно. Человек обладает правом на собственное интервью. Я это знаю, я этим занимаюсь почти 20 лет и знаю это как от ас до ятя, как азбуку. Что человек имеет право проверить собственное интервью, посмотреть собственное интервью, имеет право его давать, имеет право от него отказаться. Значит, и если вдруг у человека за нежелание, значит, реализовать собственное интервью возбуждают уголовное дело, это уже такое высокое уважение к журналистике, что начинаешь опасаться за собственный здравый смысл. Ну вот поэтому я приехал. Мне просто это было с самого начала интересно. Когда в Чечне подкидывают оружие, когда в Ингушетии подкидывают оружие, когда подкидывают оружие там, где оно реально ходит каждый божий день, так еще хотя бы понимаешь хотя бы какую-то логику. А когда доктору юридических наук подкладывают автоматы или винтовку, это, ну, знаете, говорят, хоть стой, хоть падай, есть такое русское выражение. Это абсолютно вне логики. Но, как говорится, ну ничего другого под руки не попалось, подложили, что было. Еще спасибо, что не подложили наркотики. Вы его видите каждый день, да? Შიმშილობ უვადო შიმშილი გამოვაცხადე და შიმშილებ ნამდვილად მანამდე ჩემი ძმა არ გამოჩნდება გარეთ და მანამდე ჩემი მოთხოვნები არ იქნება დააკვირვებული. ჩემი ძმა დააწვინა საავტობუსში და არაგდანი საავტობუსში. მას არ აგდობა და მართალია როგორ უნდა ენდო იმ დეპარტამენტების ექიმებს, რომელიც წამლავენ და პირველ დახმარებას არ უჩენენ. მე ვითხოვ რომ ჩემი ძმა დააწვინა ქალაქის საავტობუსში, ნორმალურ პირობებში და ამკურნალონ, საცამოდ ამკურნალონ. იმის შემდეგ, რაც ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და დაიდო დასკვნა, რომ ვლადიმერ ვახანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე და სიცოცხლისათვის სახიფათოა, საჯელახსრულების დეპარტამენტმა მოითხოვა პარიტეტულ საწყისებზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე დავთანხმდით. უკვე 20 დღეა ჩვენს მიერ მიწოდებული ექიმთა და ექსპერტთა მონაცემები დევს საჯელახსრულების დაწესებულებაში. დღეს სამწუხაროდ აღარ ჩქარობს იმ დროს, როცა უკვე ჩვენ დავთანხმდით და თანხმობა განუცხადეთ და აი სწორედ ეს გვაძლევს ეჭვის საფუძველს, რომ ამ კაცს აქვს ინტოქსიკაციის ნიშნები, ამ კაცს წამლავენ. ჩვენ ესაც ცნობილი ფაქტია, რომ საკვებ ნივთიერებაში უყრიან მათ გარკვეული სახის პრეპარატებს და რა დოზით და როგორ, ეს კიდე სხვა საკითხავია, არ რეგისტრირებულია კი ის პრეპარატი, რასაც ამ ადამიანებს აძლევენ და ამიტომ ინტოქსიკაციის კლასიკური ნიმუში სახეზე შეხედავთ თუ არა, არ ჭირდება ამას ექსპერტი, არ ჭირდება ამას ექიმი. სამწუხაროდ დღეს ჩვენ აღარ ვიბრძვით სამართლიანობის აღსადგენად, დღეს ჩვენ ვიბრძვით მისი სიცოცხლის გადასარჩენად. სააპელაციო სასამართლოს, როგორც კანონით არის გათვალისწინებული, ვალდებულია 3 თვის ვადაში განიხილოს და დაასრულოს საქმე და ამ დროს ჩვენ იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ 15 ოქტომბერს შესული საქმე 15 იანვარს უვადოდ გადაიდო და აი 5 თვის შემდეგ მოხდა სასამართლო განხილვის დაწყება. ეს უკვე აპრიორი პირდაპირ
საფუძველი იყო ის, რომ პრინციპში ვლადიმერ ვახანია კანონისა და სამართლის გარეშე სასამართლო, სააპელაციო სასამართლო განხილვის გარეშე იქნა დატოვებული და იგი უპირობოდ უნდა გათავისუფლებული იყო. ეს იყო ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა, რაზეც სამწუხაროდ სასამართლო როგორც სხვა შემთხვევებში, სხვა შუამდგომლობების შემთხვევაში, საფუძვლიანი შუამდგომლობების შემთხვევაში არ დააკმაყოფილა იგი.